ასე გამოიყურება ტრაგედიის ადგილი დღეს. გუშინ გვიან ღამემდე აქ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა. სადგურის მოედანზე ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მერის ინფორმაციით საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადაიყვანეს. ამ ოჯახებს მერია ქირით გაყვანას თავაზობს და პირდება, რომ ახალ აშენებულ და გარემონტებულ საცხოვრისში დააბრუნებს. რამდენ ხანშია სად დააბრუნებენ დანგრეული კორპუსის მცხოვრებლებს თბილისის მერს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია. გარკვეული ადამიანები გამოთქვამენ ველვარებას აქვთ შიში, რომ ვაი ვიღაცამ ვერ ააშენოს ეს და ამის საბაბიც არსებობს, ხო 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები იყო. მოვიდოდა ვიღაც ინვესტორი, გაიწყებდა სამუშაოებს და უამრავი ადამიანი ყავთ გადაყრილი, ხო? რომლებმაც ვერ მიიღო ის საცხოვრებელი და ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვარეთ და რა ვიცი 10 წლეულობის განმავლობაში დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების პროცესი დავიწყეთ და ამის გამოც აქვთ ადამიანებს შიში, მაგრამ აქ ინვესტორი ხო არ არის, მერია არის პასუხისმგებელი და მერია დგება თავდებში, რომ ეს კორპუსები აშენდება აუცილებლად. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ნგრევას გუშინ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ჯარიმით 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შენობის ავარიულობა მუნიციპალიტეტმა გუშინვე დაადასტურა. მერიისა და გამგეობის წარმომადგენლების თქმით, კორპუსის მცხოვრებლებთან შეთანხმება იმ მიზეზით ვერ შედგა, რომ შენობის დაცლას მცხოვრებთა 100% არ დაეთანხმა. კახაკალაძის განმარტებით, თბილისში რამდენიმე წლის წინ დაწყებული ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ხშირად სწორედ იმ მიზეზით ვერ მუშაობს, რომ ამ სახლების მცხოვრებლებისგან 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება. შემითხოვნა იქნება, გაავრცელებთ არასწორ ცდარ და ტყუილ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აი კახაკალაძე ქალაქის მერი, თუ ეს არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას, რასაც მე ვამბობ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, რომ ხალხი გამოყაროს. როდესაც არის ისეთი ტერიტორიები, რომელიც გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია იქ რაიმეს გაკეთება, მაგ შემთხვევაში ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე გვაქვს იმის უფლება დავიწყოთ პროცესი. გავაკეთოთ მაგალითად პროექტი სხვა მუნიციპალურ მიწაზე და არა ხალხის გამოყვანასთან დაკავშირებით. კახაკალაძე თბილისის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის 21 დადგენილებაზე საუბრობს. საზოგადოების ნაწილმა მერია სწორედ ამ დადგენილებაში შესული ცვლილებების საფუძველზე გააკრიტიკა. როგორც იურისტების ნაწილი განმარტავს, შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეთა 100%-იანი თანხმობა შენობიდან მათ გასაყვანად აუცილებელი აღარ არის. ქალაქ თბილისის მერიას, ისევე როგორც ნებისმიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს უფლება ავარიული შენობა, რომელიც საჭიროებს დემონტაჟს, განახორციელოს დემონტაჟი და ეს საკითხი არ რეგულირდება მხოლოდ ცალკე აღებული თბილისის მაგალითზე საკრებულოს დადგენილებით, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56 მუხლში პირდაპირ წერია, რომ შენობა ნაგებობა თუ ის ავარიულია, ყოველგვარი მესაკუთრის თანხმობის გარეშე ექვემდებარება პირდაპირ დემონტაჟს. შესაბამისად აქ არა თუ რაიმე სახის უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება გააჩნდა თბილისის მერიას, რომ შესაბამისი ღონისძიებები განეხორციელებინა. მათ შორის ეს ქალაქ მშენებლობითი არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებული და შესაბამისად ჩანაცვლებითი პროცედურებიც კი შეეძლო განეხორციელებინა ყოველგვარი მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კონსტიტუციის 78 მუხლში ყურადღებას ამახვილებენ, გრევის ზონაში მერიის მიერ გაცემულ ნებართვებს ეხება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც მე გადავხედე და გადავოლე თვალე, 50-ზე მეტი პირველი კლასის მშენებლობის ნებართვაა გაცემული მერიას 2012 წლის შემდგომ მხოლოდ, ხო? ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ამ მიმართულებით არავინ არ ფიქრობდა რეალურად იმ ვალდებულებებზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია და შესაბამისი რეაგირება აუცილებლად უნდა მოახდინოს, ამ შემთხვევაშიც მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გქონდა მოცემულობები, რომ მერია გასცემდა ნებართვებს, არც ერთ შემთხვევაში არ მოუხდენია
შემოღობა იმ არეალის, რომელიც რეალურად საფრთხის შემცველი იყო, იქ მოგეხსენებათ, პარკინგიც იყო დახაზული და ადამიანებს, რომლებიც ეწეოდნენ გარევაჭრობას, ის ადამიანებიც სარგებლობდნენ ამ სივრცით. წლებია უკვე ჩვენ ვადევნებთ თვალს, როგორ ხდება მსხვერპლისთვის გადაბრალება იმისა, თუ რა პასუხისგებლობაც უნდა გააჩნდეს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც რავად ამორალურია ის, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, ერთი მხრივ რომ მერი და მერია გაურბის საკუთარ პასუხისგებლობას და მეორე მხრივ ბრალს დებს ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ვერანაირად ვერ იქნებოდნენ ბრალეული იმაში, რაც მოხდა. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარს დღესვე სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა ნაგებობების საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან დამუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ისტორიული ნაწილი საერთოდ ცალკე განიხილება, იმიტომ რომ მას მართავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. და იქ მუშაობენ ხელოვნებაცნებები, ისტორიკოსები, არქიტექტორებთან და ქალაქმშენებლებთან ერთად და ის წყდება იმ კანონებითა წესებით, რომელიც გაწერილია კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ეხლა რაც შეეხება შემდეგი პერიოდის განაშენიანებებს და მათ შორის მახსოვს ეხლა მე ვიგონებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში 500-ზე მეტი სახლი იყო ხრუშოვკა. მათ პერსპექტივში აქვს ეს სამწუხარო ბედი, რომ შეიძლება წლების შემდეგ მათ მოუწიოთ განახლება. და განახლება იმ კონტექსტით, რომ ალბათ დაანგრევა და ახლის აშენება. ეს განსაკუთრებით მძიმეა იმ ტერიტორიებზე, სადაც გეოლოგიურად ცუდი პირობებია. ასეთი რამ ერთ-ერთი ამ წლების ნაგებობები იყო ვარკეთილის მესამე მასივში და მერიამ დაიწყო ამაზე მოქმედება, ერთიანი პროექტით შესრულდა და ნაბიჯ-ნაბიჯ იქ მიმდინარეობს განახლება. შეიძლება ასეთი რამ გაჩნდეს უკვე სხვა არეალებშიც, საბურთალოზე, დიღმის მასივში, სადაც ეს ხრუშოვკები არის. თუმცა ეს არ გამორიცხავს აი ამ მძიმე შემთხვევას, რომელიც უკვე გაცილებით უფრო ძველ სახლებზე ხდება და ამისთვის საჭიროა მონიტორინგი მუდმივი და შესწავლა ამ მიმართებით. ამიტომ ამ თვალსაზრისით სავარაუდოდ ალბათ ის რაც თანხები ადრე გამოიყოფოდა ასეთ მშენებლობებზე და განახლებებზე და მონაცვლეობებზე, ალბათ ეს თანხების გაცილებით მეტი უნდა იყოს და ნელ-ნელა უნდა მოიმატოს, რომ უკვე რაც დრო გადის განახლება მეტია საჭირო. როცა ასეთი ადგილობრივი ჩართვებით მოქმედებთ, ჩვენ რაღაც შენობას პრობლემა აქვს და ვანგრევ და ვაშენებთ, ამას ჯობია ერთიანი პროგრამით ვიმოქმედოთ, უფრო დიდი ტერიტორიების განვითარების თვალსაზრისით და წინასწარ ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს და წინასწარ სად გვაქვს მოსალოდნელი ასეთი მოქმედებები საჭირო. 2023 წელს დედაქალაქში ჩატარებული აღწერის მიხედვით თბილისში 10,000 სხვადასხვა კატეგორიის ავარიული სახლია. სპეციალისტების შეფასებით დედაქალაქს ამ შენობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების რაიმე გრძელვადიანი ხედვა ან სტრატეგია არ გააჩნია.